მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ჩვენო მხარდამჭერებო, თანამოაზრეებო. პირველ რიგში მინდა თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა მოგახსენოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს, ამდენ მხარდამჭერს, ამდენ თანამოაზრეს ხედავთ დღეს აქ. მე მინდა რამოდენიმე სიტყვით მოგახსენოთ იმ განვლილ 4 წელზე, რაც ჩვენ ერთად მოვდივართ 2012 წლის შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ მართლაც ძალიან რთული წლები გამოვიარეთ. ძალიან ბევრი რთული ბარიერების გადალახვა მოგვიწია. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება თავაწეულები ვიაროთ იმ განხორციელებული პროექტებით, განხორციელებული რეფორმებით, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ და მოვახერხეთ. ნამდვილად საამაყოა ის, რომ დღეს საქართველოში თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არის დაზღვეული. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ ჯანდაცვის მიმართულებით. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ქვეყანაში უფულობის გამო, უსახსრობის გამო ადამიანები ჩვენ და სამწუხაროდ საოპერაციო მაგიდებზე იღუპებოდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ოპერაციები საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს ჭირდებოდათ სახლის დაგირავება, სახლის გაყიდვა იმისთვის, რომ თავიანთი ოჯახის წევრისთვის მძიმე გადაუდებელი ოპერაცია გაეკეთებინა. დღეს ეს პრობლემა სრულიად მოხსნილია თითოეული ჩვენთაგანისთვის. საჭიროების შემთხვევაში ექიმის მომსახურება, საავადმყოფოს მომსახურება ყველაფერი არის უფასო. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება თითოეული ჩვენთაგანისთვის. ჩვენ დავიწყეთ ასევე უპრეცედენტო პროექტის განხორციელება, ეს არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ჩვენ და სამწუხაროდ დღეს საქართველოში 200,000-ზე მეტი ადამიანი არის ამ მძიმე სენით დაავადებული. საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს დაეხმაროს. ძალიან ძვირი ჯდება მკურნალობა, ერთი მედიკამენტის ფასი დაახლოებით 65,000 ამერიკული დოლარი ღირს. და ამ ადამიანებს არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია იმისა, რომ ეს მედიკამენტები შეიძინონ და იმკურნალონ. დღეს უკვე დაახლოებით 10,000 ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ისინი სრულიად განიკურნენ და ყველა ხარჯი თავის თავზე აიღო საქართველოს ხელისუფლებამ. ჩვენ 4 წლის თავზე შევძლებთ, რომ საქართველოში არ გვეყოლება არც ერთი ადამიანი ამ მძიმე სენით დაავადებული. ჩვენ შევძლებთ იმას, რომ თითოეულ მათგანს სრულიად ჯანმრთელებს, სრულიად ჯანსაღებს დაუბრუნებთ თავიანთ ოჯახებს და საზოგადოებას. დაახლოებით 3 მილიარდი დაჯდება ამ პროექტის განხორციელება. თქვენ იცით, რომ პენსიები 1 ივლისიდან გახდა 180 ლარი. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს შეიძლება არ იყოს ისეთი დიდი თანხა, როგორც ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში აქვთ, მაგრამ ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე იყო 2012 წელს. და რა თქმა უნდა, მომავალი წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად ამ მიმართულებითაც იქნება მატება. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის, რომ ქვეყანა გავაძლიეროთ ეკონომიკურად, ქვეყანა წინ წავიდეს, რადგან შესაძლებელი იყოს ასეთი პროექტების განხორციელება. დღეს რა აწუხებს ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას? ეს არის უმუშევრობა, ეს არის ახალი სამუშაო ადგილები და ზუსტად ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა, მთავარი მიზანი გახლავთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ გავიცით დაპირება, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში შეიქმნება დაახლოებით 200,000 ახალი სამუშაო ადგილი. ბოლო 4 წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით კერძო სექტორში, მხოლოდ კერძო სექტორში შეიქმნა დაახლოებით 65,000 ახალი სამუშაო ადგილი. ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის ძალიან ბევრი იმ პრობლემასთან მიმართებაში, რაც ჩვენ უმუშევრობასთან დაკავშირებით გვაქვს. მაგრამ ეს არის სწორი გზა, სწორი მიმართულება იმისთვის, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით, რაც ჩვენ უმუშევრობასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, იქნეს მოგვარებული. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხელშეწყობას, იმ პროგრამების გაგრძელებას, რითაც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას სარგებლობს.
და ზუსტად რეგიონში, რაიონში, სოფლად მცხოვრებმა ადამიანმა იცის ყველაზე კარგად თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხელშეწყობა. ჩვენ ხო ყველას კარგად გვახსოვს რა ხდებოდა წლების განმავლობაში ამ დარგში. მე ნამდვილად მიამაყება ის, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ იმდენი მიწა დავამუშავეთ, რაც 20-25 წლის განმავლობაში საერთოდ არ მომხდარა ქვეყანაში. უფასო ხმლათესვის პროგრამა მე-4 წელია მართლაც წარმატებით მიმდინარეობს და გაგრძელდება მომავალშიც. გაგრძელდება მანამ სანამ სოფელი არ გაძლიერდება, სანამ გლეხი არ დადგება ფეხზე. რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძლიერი სოფლები ნიშნავს ძლიერ რაიონებს. ძლიერი რაიონები ეს უკვე ძლიერი ქალაქებია. ძლიერი ქალაქები ეს უკვე ძლიერი საქართველოა. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. გაგრძელდება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი აწარმოეს საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს როგორც სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე იმ პროდუქტების და პროდუქციის შექმნას, რომელზეც ჩვენ ვართ დამოკიდებული და ეს არის ძირითადად იმპორტირებული პროდუქტები. ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გაგვაჩნია იმისა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოეთიდან შემოსულ პროდუქტებზე და პროდუქციაზე. ყველანაირი პირობები გაგვაჩნია ამის, კლიმატური პირობები, შრომის მოყარე ხალხი ვართ და რაც მთავარია, ხელისუფლება, მთავრობა გამოთქვას მზადყოფნას, რომ ამ მიმართულებით იყოს დახმარება. განათლების მიმართულებით, ხო ყველას კარგად გვახსოვს რა მდგომარეობა იყო ამ მიმართულებით. მე 2012 წელს თქვენთან ერთად ძალიან ბევრ შეხვედრებს მართავდით წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ძალიან ბევრი იყო შეხვედრა, როდესაც ხვდებოდით ახალგაზრდა ქალბატონებს, ახალგაზრდა დედებს, თვალსწრემლიანს და რა იყო ამის მიზეზი. როდესაც საუბრობდით, ელემენტარული იმის შესაძლებლობა არ ქონდათ, რომ თავიანთი შვილებისთვის, თავიანთი პატარებისთვის სახელმძღვანელოები ეყიდათ. ამისთვის საჭირო იყო 200 ლარი, 300 ლარი. თუ 2-3 შვილი იყო ოჯახში, ეს კიდე უფრო მეტი დამატებითი პრობლემები იყო. უწევდათ საქონლის პირუტყვის გაყიდვა იმისთვის, რომ შვილებისთვის სახელმძღვანელოები ეყიდათ. დღეს უკვე ეს პრობლემა მოხსნილი და მოგვარებულია. როდესაც ჩვენი შვილები, ჩვენი პატარები მიდიან სკოლებში, მათ სახელმძღვანელოები უფასოდ ხვდებათ მერხებზე. და ეს რა თქმა უნდა მომავალშიც გაგრძელდება. ბაგაბაღებში რა მდგომარეობა იყო? გასამაგდა პატარების რაოდენობა ბაღებში. და რა იყო ამის მიზეზი? ის რომ ჩვენ ბაგაბაღები გავხადეთ უფასო. ოჯახებს არ ქონდათ ელემენტარული იმის შესაძლებლობა, რომ ყოველთვიურად 10-15 ლარი გადაეხადათ იმისთვის, რომ თავიანთი შვილები ბაღებში ეტარებინათ. დავიწყეთ სკოლების, ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაციის სამუშაოები. 300-ზე მეტი სკოლა და ბაგაბაღი იქნა გარემონტებული მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეს პროგრამა გაგრძელდება მომავალშიც. გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა სოფელში, ყველა ქალაქში, ყველა თემში არ იქნება გარემონტებული, რეაბილიტირებული სკოლები და ბაგაბაღები, როგორც ევროპულ ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებშია, რომ ჩვენ შვილებს, ჩვენ მომავალ თაობებს მივცეთ შესაძლებლობა იმისა, რომ ნორმალურ პირობებში მიიღონ განათლება და თავზე ჭერი არ ენგრეოდეთ, არ აწვიმდეთ და არ ათოვდეთ. პედაგოგები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა პროფესიას პატივს ვცემთ, მაგრამ პედაგოგი არის ჩვენთვის განსაკუთრებული, რადგან ეს გახლავთ ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში აქვს შეხება ჩვენ შვილებთან, ჩვენს მომავალ თაობებთან. და შესაბამისად პროფესია პედაგოგი უნდა იყოს დაფასებული. 2017 წლის 1 იანვრიდან პედაგოგების საშუალო ხელფასი იქნება 800 ლარი. და ეს ციფრი რა თქმა უნდა მომავალშიც გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად. ინფრასტრუქტურული პროექტები. ყველა ქალაქში, ყველა რაიონში, სადაც ჩვენ გვიწევს ჩასვლა და თქვენ რაიონშიც იგივე ხდება. ყველგან ხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა ქვეყნის განვითარებისა მომავალი 4 წლის განმავლობაში. რამოდენიმე ხნის წინ ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა წარმოადგინა ქვეყნის განვითარების გეგმა. თუ რას აპირებს პარტია ქართული ოცნება, რას პირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, როგორი იქნება მომავალი 4 წელი. ძალიან ამბიციური გეგმა, მაგრამ ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ ამ გეგმას აუცილებლად შევასრულებთ და ვიძლევით პირობას, რომ 4 წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული საქართველო, თავისი ინფრასტრუქტურით, თავისი კეთილმოწყობით. ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ თქვენთან ერთად. რა თქმა უნდა, მარტო ამის განხორციელება იქნება შეუძლებელი, თუ არ იქნება თქვენი თანადგომა და თქვენი მხარდაჭერა. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ამას ჩვენ
ერთობლივად, ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ. თქვენ ალბათ ნახეთ, რომ ჩვენი სლოგანი არის თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ჩვენი გუნდის მთავარი მონაპოვარი თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, რადგან შეუძლებელი იყო მარტო ამის გაკეთება 2012 წელს რო არ ყოფილიყო ის მხარდაჭერა, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან ჩვენ ვგრძნობდით. ჩვენი გუნდის მთავარი მონაპოვარი ეს არის თავისუფლება. ნამდვილად საამაყოა ის, რომ დღეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო არ იდევნებიან. ქვებით არ დასდევენ და ხელკეტებით არ დასდევენ. ხო ყველას გვახსოვს, თითოეულ თქვენთაგანს ახსოვს, თუ როგორი დამოკიდებულება იყო 2011-2012 წლებში ჩვენს მიმართ, ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. ხო გვახსოვს ეს ყველას, ბევრი დრო არ გასულა, 4 წელი გავიდა. როგორი შანტაჟი მიდიოდა, როგორი დაპირისპირებები მიდიოდა. ჩართული იყო პოლიცია, შესაბამისი სამსახურები, მიდიოდა დაშინებები ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, ახლობლებზე, ნათესავებზე. მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს და გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში არასდროს, ვერასდროს ვერ დაბრუნდება ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც იძალადებენ თავიანთ ქვეყნის მოქალაქეებზე, იძალადებენ განსხვავებულ აზრზე, განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებზე. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს. ქვეყანაში უნდა შემოვიტანოთ პოლიტიკური კულტურის ახალი საფეხური, რომ დავანახოთ ყველას, ქვეყანაში საჭიროა მეტი სიყვარული, მეტი ურთიერთპატივისცემა. პატივისცემა განსხვავებული აზრის მიმართ. უნდა იყოს განსხვავებული აზრი, რა თქმა უნდა, ქვეყანაში. თუ ჩვენ ყველა ერთნაირად ვიაზროვნებთ, ერთნაირი შეხედულებები გვექნება, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნება ქვეყნის განვითარება და ქვეყნის წინსვლა. და სწრაფი განვითარება. დღეს ჩვენ მოვახერხეთ ამ 4 წლის განმავლობაში, რომ ის ფუნდამენტი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის უკვე ჩაყრილია. ავიღოთ ელემენტარულად, როდესაც სახლს ვაშენებთ, თუ საძირკველი არ არის, შეუძლებელი იქნება სახლის შენება. დღეს უკვე ეს ფუნდამენტი არსებობს და ეხლა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური სწრაფი განვითარება, რომ შესაძლებელი იყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, შესაძლებელი იყოს იმ სოციალური პროექტების განხორციელება, რომელიც დღეს კეთდება. შესაძლებელი იყოს მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, შესაძლებელი იყოს უფრო მეტი დასაქმებული ადამიანები გვყავდეს, შევამციროთ სოციალურად დაუცველების რაოდენობა ქვეყანაში და ჩვენ ამას თქვენთან ერთად აუცილებლად მოვახერხებთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ 8 ოქტომბერს თქვენთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და აუცილებლად მივახცევთ გამარჯვებას. თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქართული ოცნების, ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება. ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან ეს იქნება იმ დემოკრატიული გზის გამარჯვება, რომელიც ჩვენ თქვენთან ერთად 2012 წელს დავიწყეთ. თუმცა აქ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთადგომა, ჩვენი ერთსულოვნება, რადგან მარტო წარმატების მიღწევა იქნება შეუძლებელი. მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ მაჟორიტარობის კანდიდატი თქვენი რაიონიდან. მე კარგად მესმის თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა იყო შენი რაიონის წარმომადგენელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტში. მე კარგად მესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს რაიონში სოფლად მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენ როდესაც საუბრობთ იმ განხორციელებულ პროექტებზე, რეფორმებზე, რომელიც ჩვენ მოვახერხეთ, თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილნი და გონია, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი დალაგებულია, ეს ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ კარგად გვესმის ყველა ის გაჭირვება, ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თითოეულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს პრობლემებზე საუბარი. მაგრამ აქვე ვიძლევით პირობას, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებას შეძლებს. შეძლებს ყველა იმ ბარიერის გადალახვას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებს. ამიტომ მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ თქვენი რაიონის წარმომადგენელი, რომელიც იქნება მომავალ პარლამენტში თქვენი ინტერესების გამტარებელი, ბატონი ზურაბ მუჩიაშვილი, რომან მუჩიაშვილი. მე მინდა მას წარმატებები უსურვო. მე დარწმუნებული ვარ თქვენი მხარდამჭერით ის
აუცილებლად გაიმარჯვებს. ის მარტო არ არის, რა თქმა უნდა, უზარმაზარი ჯარი უდგას გვერდით ქართული ოცნების ჯარისკაცების სახით და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც ქართული ოცნების წარმატება ჰქვია. მე მინდა ვთხოვო, რომ რამოდენიმე სიტყვით მოგესალმოთ და სიტყვა გადავცეთ დიდი სიამოვნებით. მოგესალმებით, ჩემო საგარეჯოელებო. დიდი მადლობა დღეს მობრძანებისთვის, გვერდზე დგომისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და ამასთან უდიდესი პასუხისმგებლობაა ვიყო ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში.